მას პირველი პარიზული ტიტული და ენრიკეს კომენტარი მასზე. მამარდას დიდებული პერფორმანსი ბერნაბეუზე და ვინისიუსთან მოგებული სანაძლეო. დავითაშვილის კონფლიქტი გუნდელთან და სხვა მეტი სიახლე. Paris Saint-Germain საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონია. ეს ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტიტულია პარიზში გადაბარგების შემდეგ. 24 წლის ქართველს ტოპ 5 ლიგიდან ორში აქვს ნათამაშები და ორივე ჩემპიონი გახდა. ის ერთადერთი ქართველია ისტორიაში, რომელმაც ეს მოახერხა. ლუის ენრიკემ საჩემპიონო მატჩის შემდეგ PSG-ს ფეხბურთელებზე ძალიან კარგად ისაუბრა. იღბლიანი ვარ, რომ მყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ შეტევაშიც და დაცვაშიც კარგად ითამაშონ. დღევანდელი მატჩი ამის ნათელი მაგალითი იყო. დღეს მე ვნახე დაცვაში კვარაცხელიას უმაღლეს დონეზე თამაში. მე ეს ძალიან მომწონს, გულშემატკივარსაც მოსწონს და ეს კომპონენტები ყველა მეტოქისთვის დიდ პრობლემას ქმნის. ესპანელი სპეციალისტი საფრანგეთის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. ორივეგან დიდ ფავორიტად ითვლება და შანსი ინარჩუნებს თავის კარიერაში მეორედ მოიგოს ტრებლი. პირველად ეს 2015 წელს ფრინავ ბარსელონასთან ერთად გააკეთა, როდესაც შემტევი ხაზი მესი, ნეიმარი, სუარესი იყო. ლა ლიგის 30-ე ტურში ვალენსიამ რეალს ბერნაბეუზე უმნიშვნელოვანესი სამი ქულა წაართვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მამარდამ არაერთი მკვდარი ბურთის აღებისა და ბოლოწამებზე 1-1-ზე რუდიგერთან მოგებული დუელის გარდა პენალტის მოგერიებაც მოახერხა. 11 მეტრიანს ვინისიუს ჟუნიორი ასრულებდა, როდესაც მასთან ქართველი მივიდა და 50 ევროზე დაენეძლავა, რომ აუღებდა. ეს მამარდამ მატჩის შემდეგ უთხრა მედიას და ისიც დაამატა, რომ ჯერ კიდევ ველოდება თავანი ჩაბარებას. ზედიზედ მეორე თამაშია უკვე, როდესაც მბაპე იპოვებს პენალტს, ვინისიუსი არ დღამს და აფუჭებს. ისევ მამარდას დაუბრუნდი და ვთქვათ, რომ ბერნაბეუზე 8 სეივი მოაგროვა მან და შეფასება 8 და 5 ჰქონდა, რაც ორივე გუნდის საუკეთესო შედეგი იყო. ღამურები მძიმე პერიოდში ამ სენსაციური მოგებით მე-15 ადგილზე ავიდნენ და გასავარდ ზონას თავი დააღწიეს. ვალენსიას საჩუქარი ბარსელონამ ვერ გამოიყენა, რომელმაც თავის მხრივ ბეტისთან ფრეი თამაშა და 2 ქულა დაკარგა. კატალონიელები ცხრილი სათავეში არიან და მეორე ადგილოსან რეალს 4 ქულით უსწრებენ. სანამ ზურიკო დავითაშვილის ამბებზე გადავიდოდეთ, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო, რომ ავიყვანოთ 1000 ლაიქზე. ხო, დავითაშვილი სენტ-ეტიენი ლიგა 1-ის 28 ტურში სტუმრად ლანსთან 0-1 დამარცხდა. ზურიკო როგორც ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველი ტაიმის მიწურულს კი სულ პენალტის მოპოვებაც შეძლო. ბურთი მისმა თანაგუნდელმა კარდონამ აიღო. ზურიკო დაახლოებით 1 წუთი მას ბურთის დათმობას თხოვდა, რომ თვითონ შეესრულებინა, თუმცა კარდონამ ქართველს ყურადღება არ მიაქცია და 11 მეტრიანი გააფუჭა, რაც გარდამტეხია მომენტი აღმოჩნდა თამაში. ზურიკოს შესვლიდან 7 წუთში ლანსმა გამარჯვების გოლიც გაიტანა, დავითაშვილის გუნდი კი 28 ტურში მხოლოდ 23 დაგროვებული ქულით ბოლოს წინა ადგილზე დაქვეითდა. თუ ვიდეო უკვე დაალაიქე, კიდევ ერთ ქართველზე გადავიდეთ. გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეში ბოლო თამაშებს ატარებს. გუნდი კი ლა ლიგაში შესვლისკენ უდიდეს ნაბიჯებს დგამს. ქოჩორას შესახებ ვალენსიელთა მწვრთნელმა ხულიან კალერომ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ქოჩორამ ამ თამაში ის გააკეთა, რასაც ყოველთვის აკეთებს. ის უდიდესი პროფესიონალია და რაც თავარია, ძალიან კარგი ფეხბურთელი. ძალიან უნდა რომ გუნდს 100%-ით დაეხმაროს, ასე რომ არ იყოს არც ითამაშებდა. მისი დამოკიდებულება ამ გუნდის მიმართ იდეალურია და ამის გამო მას ძალიან ვაფასებ და აფასებს მთელი ლევანტე. დაუბრუნდეთ ჩვენი ნაკრების მეკარეს. ესპანური პრესა აქტიურად წერს გიორგი მამარდაშვილის გმირობებზე, რამაც ვალენსიას მადრიდში რეალთან ძალიან საჭირო გამარჯვება მოუტანა. ამჯერად ქართველი მეკარის თამაშს პოპულარული ესპანური გამოცემა AS-ი გამოიხმაურა და მამარდაშვილი უცხოპლანეტელადაც კი მოიხსენია. უნდა დამემტკიცებინა რა შემიძლია. ეს სიტყვები გიორგი მამარდაშვილს ეკუთვნის, რომელმაც სანტიაგო ბერნაბეუზე ფენომენალური მატჩი ჩაატარა და საკმაოდ ნერვული სეზონის ფონზე ვალენსიას რეალის დამარცხებაში დაეხმარა დიდი ბუსტი მისცა. არ უნდა მცირე ხნის წინ ისიც კი სერიოზულად განიხილებოდა რამდენად იმსახურებდა მამარდაშვილის სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას და ხომ არ უნდა დაეთმო ადგილი დიმიტრიევსკისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სეზონში ბოლოს ქართველი მეკარის ლივერპულში წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ან საერთოდ იმსახურებდა თუ არა ისეთ დიდ გუნდს, როგორც ლივერპულია. თუმცა მადრიდში ის ისევ უცხოპლანეტელის როლში მოგვევლინა და როგორსა მართლა დაამტკიცა რა შეუძლია. ქართველებს ცოტათი გადავუხვიოთ და მსოფლიო ფეხბურთზე თქვათ 1-2 სიტყვა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის არსენალი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩამდე მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელმა მას შემდეგ რაც ძალიან ბევრი კრიტიკა მიიღო, პრესკონფერენცია გამართა. იტალიელ ანჩელოტის სჯერა, რომ სამეფო კლუბს მიმდინარე სეზონში ტიტულების მოგება შეუძლია, მეტიც ყველა ტიტულის. ვფიქრობ, რომ კი წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი და შვებულებას ავიღებდი. უნდა სცადო, შემდეგ თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მოიგებ. თუ არა და მომდევნო სეზონზე იფიქრებ. მართლაც თეორიული შანსი ყველა ტიტულის მოგების აქვს მადრიდის რეალს. მიკელ არტეტამ ანჩელოტის კარიერა და მისი სათამაშო სტილი ძალიან შეაქო. საპასუხოდ კი ანჩელოტიმ თქვა, მადლობა არტეტას. მან არსენალი მწვერვალამდე აიყვანა. სრულყოფილი გუნდია. ევროპაში კი ასეთი ბევრი არ არის. არიან მწვრთნელები, რომლებიც კარგად მუშაობენ, მაგრამ არ ჰყავთ ისეთი სრულყოფილი გუნდები, როგორიც არსენალია. მოკლედ, აქა-იქ დამტრეული ფეხბურთელების მიუხედავად, ლონდონის არსენალისა და მადრიდის რეალის მეოთხედფინალური თამაში ძალიან საინტერესო გამოვა და ჩავუჯდეთ.
ბოლო ქართველი ფეხბურთელი, რომელზეც ამ ვიდეოში ვისაუბრებთ, 20 წლის საბა გოგლიჩიძეა. ბოლო პერიოდში იგი ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა ან ბოლომდე თამაში არ უწევდა, მაგრამ უკანასკნელ მატჩში ქართველი მცველი მოედანზე შეუცვლელად იყო. გამორჩეულად ითამაშა და უშეცდომოც იყო. საბას თამაში იტალიურ მედიაში პოზიტიურად შეფასდა. სასიამოვნოა ქართველი ფეხბურთელის ნახვა სეზონის პირველი ნაწილის დონეზე. მეტოქე გუნდის ვინგერს მთლიანად აკონტროლებდა და საშუალება არაფრის არ მისცა. წერს მასზე პიანეტა ემპოლი. სოლიდური, პუნქტუალური და ერთ-ერთი თამაში კარგი. ამგვარად შეაფასა იგი სპორტ ვირჯილიომ. ფურცელზე ლუბუმბოსთან რთული დუელი მოიგო და კალიარის შემტევი მას ერთხელაც ვერ გასდა. წერს თავის გვერდზე ნიკოლოს კირა. საბა გოგლიჩიძის აქტივში მიმდინარე სეზონში სულ 29 მატჩია. 27 სერიიაში, 2 კი იტალიის თასზე. მან ნაკრებში ითამაშა პაუზებზე და სომხეთთან ორივე თამაში ძალიან დამაჯერებელი იყო და კედელიივით იდგა. მოკლედ, არც ქართველი საფეხბურთო ტალანტები დაილევა და არც ვიდეოები ლაინსმენზე. თუ შენ მას დაალაიქებ და არხს გამოიწერ. მე არის ხილაკს ჩართავ და შემდეგ ვიდეოსაც შეხედავ.